ჩვენისგან ეს გამარჯვებულები სპეციალურად მართვის გადავწევ აი ეს საჩუქრები ეთო გაბრიელაშვილი მივეცალოთ ეთოს და თვითონ გახსნათ ეს საჩუქარი და სოფო ბანძელაძე აი ეს ის გამარჯვებულები არიან ზუსტად ის გამარჯვებულები არა ამ ადამიანებმა გაიმარჯვეს შეასრულეს ეს ნაირობა ეს არის დამსახურებული ამათ მათი გამარჯვება მე მინდა ყველას მიულოცო და განსაკუთრებით მათ ვინც მიაღწია ამ დიდ წარმატებას ნამდვილად წარმატება არის გილოცავთ გოგოებო წინსვლას წარმატებას გისურვებ და მინდა გისურვოთ დარწმუნებული ვარ რომ თქვენ აი ამ 7-ვე ნაბიჯს წარმატებით გაივლით და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ერთად ძალიან დიდ შედეგს მივაღწევთ. დიდი მადლობა ყველას ამისთვის. აღნიშნო რომ ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მონაწილეები რომლებიც უკვე სტარტი 90% გაკეთებული აქვს იმისთვის რომ მათ ეს მეორე საჩუქრების სიაში მოხვდნენ ეს ადამიანები არიან სპონსორები უკვე და ველოდებით შედეგს გილოცავთ გოგოებო თქვენც უყველას იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და დარწმუნებული ვარ რომ მომდევნო სცენაზე მომდევნო საჩუქრების გადაცემაზე ჩვენ ვფიქრობ რომ ეს სცენა არ გვეყოფა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიქნებით დიდი უმრავლესი მადლობა გისურვებთ წარმატებებს და ყველაფერს გასცემს მადლობა ძალიან სასიამოვნო მომენტი იყო მე მიყვარს საჩუქრები და ასე რომ ვიხილავთ ამ დარბაზში ყველას თქვენ საჩუქრები ესე იგი მიღწეულია ჩვენი მიზანი ეხლა მე მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი ლიდერი ერთ-ერთი წამყვანი ლიდერი სანამ წარმოვადგენ ერთი-ორი სიტყვა უნდა გითხრათ ყველა ჩვენ რაღაცა სწავლობთ, მაგრამ მარტო სწავლა არაფერს არ ნიშნავს. კი, ეს ყველაფერი ინფორმაცია შემოდის, ხო ჩვენ ამას ვიღებთ, ჩვენ სწავლობთ, მაგრამ გადაცემის უნარი ყველას არ აქვს და დღეს ჩვენი მიზანი არის, რომ თქვენ გაჩვენოთ, როგორ უნდა გადაცემთ თქვენი ცოდნა, თქვენი უნარები თქვენს ჯგუფებში და თქვენ მოყვანილ ხალხთან. და ამაზე პირველი ჩვენი სპიკერი არის ჩვენი ლიდერი, ეს არის ნონა ბენდელიანი. გამარჯობა, მოგესალმებით და მიხარია რომ დღეს ერთად ვართ. მე ძალიან სიამოვნებს თქვენი ნახვა. ძალიან ბევრს ვიცნობ, ნაცნობი სახელია. თეა ძალიან გამიხარდა, ძალიან კარგია რომ მოხვედი დღეს. და მოდი ჩვენი შეხვედრა
ჩვენი შეხვედრა დავიწყოთ შვედური კაშით. ამისთვის ჭირდება რომ ფეხზე წარმოვდგეთ. მეხმარეთ. აბა დავიწყოთ. ძალიან მიყვარს სპარსელის. დღეს ვინ ატარებს პრეზენტაციას ორიფლემის შესაძლებლობებზე? აბა, მაინტერესებს პრეზენტაციას ორიფლემის შესაძლებლობებზე. მე მგონი მაგა შენც ატარებ. ჩვენი დღევანდელი თემა არის სწორედ პრეზენტაცია ორიფლემის შესაძლებლობებზე, მაგრამ მე მას არ ვკითხავ, უბრალოდ სხვა კუთხით მინდა რომ დაგანახოთ და მინდა აქცენტები გავაკეთოთ მასზე. როდესაც ვესაუბრებით ადამიანს ორიფლემის შესაძლებლობებზე, რაზე დავამახვილოთ ყურადღება. ძირითადი ფოკუსირება რაზე გავაკეთოთ. რა არის მნიშვნელოვანი, რო არ გამორჩეს. პრეზენტაციას ორიფლემის შესაძლებლობებზე ძირითადი ჩონჩხი თქვენ ხედავთ რაც არის, ხო? ეს არის ისტორიით იწყება პროდუქცია, თანხის გამომუშავება, აღიარება და მიგზავრობა. ყველას თავისებურად ატარებს ამ პრეზენტაციას. მთავარი ჩონჩხი ეს არის, მაგრამ თითოეული ჩვენთაგანი ასე პუნქტებს ვეძახით, ხო? ჩვენებურად ვაბავთ პუნქტებს, ასე ვთქვათ, ხო? მაგრამ არ უნდა დაირღვეს მისი თანმიმდევრობა. აი ჩვენ დიდ შეხვედრებზეც ხო ვართ დიდი BMW-ს ვეძახით, ბალშაია мотивационная встреча, სამოტივაციო შეხვედრებზე ზუსტად VV-ი მიდის ეს ყველაფერი, ისტორიით იწყება პროდუქცია, დაჯილდოება, ვინც გამოიმუშავა თანხები, ხო? აბსოლუტურად ეს არის ჩვენი შესაძლებლობები. და საიტზე დევს, აი სწავლება რო აწერია, საიტზე დევს სხვადასხვანაირი ტრენინგები, რომელიც სხვადასხვა დონის ლიდერებისთვის არის, იმიტომ რომ ლიდერი ვითარდება, კონსულტანტი ვითარდება, მოდის და სხვადასხვა, მაგრამ ეს ერთადერთი ტრენინგია, რომელიც ყოველთვის აუცილებელია, რა დონეზეც არ უნდა იყო, ყოველთვის უნდა ატარებდე ორიფლემის შესაძლებლობების პრეზენტაციას. და მე მოდი დავიწყებ პირველი პრეზენტაციას, როცა ვატარებთ და უტარებთ, ხო, აუცილებლად ჩვენი თავის წარდგენით. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი მოდის კომპანიაში, ის პირველ რიგში მოდის შენთან. პირველ რიგში მოდის შენთან. ამიტომ შენ უნდა გავრიდო შენი თავი. მერე არის კომპანია. აუცილებლად უნდა ვიყოთ მოწესრიგებულები და მისაბაძები, ანუ ლამაზად უნდა გამოიყურებოდეთ. და შემდეგი რაც მინდა გითხრა და ისტორიაც შეგიძლიათ მოგეთ, მე პირადად ძალიან კარგად მუშაობ აი ამ ჩემი პირადი ისტორიით, იმიტომ რომ ნამდვილად მაქვს საფრთხმელი 17 წელია კომპანიაში ვარ და რა თქმა უნდა არ არის აუცილებელი რომ 17 წელი ხარ, როცა რამდენიც ხარ, როგორიც ხარ, სიყვარულით, გულით უნდა ესაუბრო ადამიანს. ანუ ჩვენ ამ პრეზენტაციით ეს ძალიან მნიშვნელოვანი პრეზენტაციაა და რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ამ პრეზენტაციით ვიწვევთ ადამიანებს, ჩვენ ვაცნობთ აი ამ შესაძლებლობებს. ეს არის მისი არსი, რომ შენ როგორ მიაწვდი და რა ინფორმაციას მისცემ ადამიანს, რომ ის წამოუყვეს და დარეგისტრირდეს, მოვიდეს კომპანიაში და იყოს ჩვენს გუნდში. ძალიან მნიშვნელოვანი არის სწორედ აი ამ სამ კითხვაზე პასუხი. ეს არის ვინ ვართ ჩვენ, რას ვთავაზობთ და როგორ ვაღწევთ წარმატებას. როდესაც ისტორიას ვიწყებთ, ვინ ვართ ჩვენ? შვედური კოსმეტიკური კომპანია. რა ისტორია გვაქვს ჩვენ? აუცილებლად მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ როდესაც ვატარებთ პრეზენტაციას, უთხრათ ასაკი, ჩვენი კომპანიის ასაკი. და რატო არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ რომ 50 წელი არ არის ცოტა პერიოდი იმისთვის, რომ კომპანია ამდენ რაღაცას გაუძლო დაწყების და არსების დღიდან დღემდე მოდის როგორც წარმატებული მსოფლიო ბაზარს. ეს ადვილი არ არის. ეს რა შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანს? საიმედობას, სიმყარეს, ხო? საიმედო კომპანია არის, მყარი კომპანია, ამიტომ ჩვენ ამაყად უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი კომპანია არის 50 წლის.
ჩვენ გვაქვს სათქმელიც ბევრი გვაქვს. რამდენ ქვეყანაში ვარ და ესეც ისტორია არის, რა თქმა უნდა. მთელი ამ 50 წლის განმავლობაში 63 ქვეყანაში არის ციფრებს, რამდენი ბრუნვა გვაქვს, რამდენი კონსულტანტი გვაქვს, რამდენი დასახელების პროდუქტი გვაქვს და განსაკუთრებით მე მინდა ყურადღება მივაქციო ამ ციფრს. წარმოგიდგენიათ, რამდენ თანხას იხდის კომპანია თავისი წარმატებული კონსულტანტებისთვის. და როგორი ძლიერი კომპანია არის. ამასაც გავამახვილოთ ყურადღება, ხო? შემდეგი ჩვენი ღირებულებები. თქვენ სხვა ადამიანებს ღირებულებებით ახასეთ, რა ღირებულების არის ადამიანი? როგორი არის? აი კომპანიას აქვს დაარსების დღიდან აი ეს ღირებულებები, ერთიანობა, სულისკვეთება, მისწრაფება. აი ეს რა არის ეხლა ერთიანობა? ჩვენ ერთი ვართ, ერთი ოჯახი ვართ, ერთი გუნდის წევრები ვართ. გუნდი ეს ძალა არის. გვაქვს ერთი მისწრაფება, მივდივართ წარმატებისკენ. წარმატებული ადამიანების გუნდი ვართ. ჩვენ არ ჩერდებით, და არ ვნებდებით, იმ მიღწეულს არ ჯერდებით. იმიტომ რომ წარმატების გეგმა ჩვენ გვაძლევს ამის საშუალებას, რომ არ გავჩერდეთ და არ ჩერდებით კიდევაც. და გვაერთიანებს ერთი სულისკვეთება, რომ გვიყვარს კომპანია ძალიან. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღირებულებებია და მინდა გითხრათ, რომ ეხლა ხან დავბრუნდი სემინარიდან, სადაც ჩვენმა იოხან როზენბერგმა, რომელიც ვიცე-პრეზიდენტია, მენეჯმენტია ჩვენი, თუ რამეს გეუბნებათ ეს სახელი, და დიდი სიამაყით თქვა აი ეს ღირებულებები, აი დიდი სიამაყით და მეც ჩემთვისაც აი ღირებული არის ეს ნამდვილად და ამაზეც გავამახვილოთ ყურადღება. არ არის ბევრი ასეთი კომპანიები, რომლებიც ასეთ ღირებულებებზე დგას და ადამიანი კონსულტანტი არის მნიშვნელოვანი. ეხლა გადავიდეთ ეს უკვე ისტორიის ბლოკი იყო, გადავიდეთ პროდუქციაზე. პროდუქციაზე რა უნდა ვთქვა, ჩვენი ნატურალურობა აუცილებლად არის ხელმისაწვდომ ფასებში. გვაქვს ინოვაციური პროდუქტები და საამაყო ფაქტი კიდევ რაც არ უნდა გამოგვრჩეს, როდესაც ვესაუბრებით და ვიწვევთ ადამიანებს, რომ საამაყო არის, რომ გვაქვს სახის კანის მოვლის ინსტიტუტი, რომელიც საერთოდ ზოგადად ორი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი გვაქვს, მაგრამ ერთ-ერთი, რომელიც მდებარეობს სტოკჰოლმში, უშუალოდ სახის კანის მოვლისაა. არ არის კომპანიები ასე განებივრებული, რომ მარტო სახის კანის მოვლაზე ქონდეს ესეთი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი. ეს გვაქვს ჩვენ, Oriflame, რომელიც სტოკჰოლმში მდებარეობს, რომელიც არის ინოვაციური, სადაც მუშაობს ასობით სხვადასხვა ხარისხის მქონე მეცნიერ-მუშაკები და ალენ მაბლს, ვინც იცნობთ, ბიოლოგი, პროფესორი არის ადამიანი, რომელიც წამყვან კლინიკაში, წამყვან კომპანიაში მუშაობდა და შემოთავაზებით Oriflame-ში დაიწყო მუშაობა ჩვენთან აი ამ სახის კანის მოვლის ცენტრში. და იცი რა თქვა, ჩემთვის აი გადაწყვეტილება, რაც მივიღე და მოვედი კომპანიაში, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღეო, იმიტომ რომ მე აქ ვითარდებიო, ახალი ინოვაციებს ნერგავს. კომპანია ამას ყველაფერს ხო თანხავდა, კომპანია ძლიერი რო არ იყოს, ამას ვერ იზამდა და ინერგება სხვადასხვა სახის კანის მოვლის საშუალებები და კომპანია აკეთებს აქცენტირებას ნოვეიჯის სერიაზე. ვინ ხმარობს ნოვეიჯს? აი ძალიან მაგრები ხარ. ბრავო. ძალიან კარგია. და მე ერთ რაღაცას ვიტყვი კიდევ, მოდი პატარა გადახვევას გავაკეთებ. ეხლა ხანს მქონდა ბანკეტი. ჩემი ინსტიტუტის დამთავრების 25 წლის იუბილე. მე როდესაც სამედიცინო ინსტიტუტში მოვეწვე, ძალიან ესეთი ეხლა რომ ესე თავისუფლად ხდება ისე არ იყო. მთელი 4 წელს მოვეწვე, მოკლედ ამისი თქვა მინდა, 4 წელს. და ჩემი მეგობრები, ვინც იყვნენ, მე პირველ კურსზე ვინც ვიყავით, ხო? თითქმის ზოგი პირველ წელს მოეწყო, მეორე წელს, ანუ პატარები არიან 4 წლით ჩემზე. ზოგი 3 წლით, ზოგი 4 წლით, ზოგი 5 წლით. მაგრამ ამ ბანკეტზე მინდა გითხრათ, რომ ძალიან ახალგაზრდულად გამოიყურებოდი, შეიძლება ითქვას, რომ უფრო ახალგაზრდულადაც, ვიდრე ის პატარა, მაშინ პატარები რო იყვნენ, ხო? და ეს ისე დამსახურება, მართლა ჩვენ, იცი, ამას არ მიშვეულები ვართ ამაზე. მართლაც ახლა 54 წლის ვარ, აღმალა ვასაკს, ხო? ეს ყველაფერი არის ჩვენი კოსმეტიკური საშუალებების, ნოვეიჯის დამსახურება, რომლის მოყვარებელი ვარ. ძალიან შეგერმა დამალო ნასახე, ხო?
ფურცელებმა დამალონ ასაკში. ფურცელებმა დამალონ ასაკში, ნამდვილად. იმიტომ გვაქვს ნატურალურობა, მასალა, ჩვენი ინგრედიენტები არის ნატურალური. კვლევებზე მიმდინარეობს, ფორმულა იქნება, ხალხო ნოვეიჯი ასე ერთ დღეში კი არ შექმნა, მთელი 7 წლის განმავლობაში იქნებოდა. იმიტომ რომ ამას დრო ჭირდება, მასალა რო აიღო 30000 გენი, ანუ უჯრედულ ზოლებზე იქნა შემუშავებული. და შეიქმნა მისი ფორმულა, რომ აი სახის განსდა მიდის ტესტირება, ფორმულის შექმნა და წარმოება. აი რამდენად კარგი პროდუქტი გვაქვს, უსაფრთხო ხარისხიანი შემოწმებული. ამაზე მეტი რა უნდა უთხრა ადამიანს, ხო? და ზუსტად აი აქ ნოვეიჯის სერიათან რა საინტერესოა, გაერთიანებული არის ყველა სახელწოდება ნოვეიჯი და ყველა ასაკის რო გვაქვს, True Perfection, ეკოლაგენი, ულტიმატი, ახალი დაემატა 50 წლის ზემოთ, არაჩვეულებრივი, აი ყველა ასაკზე შეგვიძლია შეთავაზება, ხო? კომპანია ყველანაირად გვიდგას გვერდში და ჩვენც უნდა გამოვიყენოთ ეს ყველაფერი. აი როგორც გითხარით 30000 გენი იქა გამოკვლეული და მთელი 7 წელი მიმდინარეობდა მისი გამოკვლევა და ველნესი. კომპანია ვინაიდან ფოკუსირებას აკეთებს ნოვეიჯზე, ანუ სახის ქარის მოვლის საშუალებებზე და ველნესზე. აი კიდევ მინდა ერთი რაღაცა თქვა ამ ველნესთან დაკავშირებით და თვითონ კომპანიის ხელმძღვანელობა. აი როგორ ზრუნავს ჩვენზე. აი მათი ხედვა სილამაზეზე. აი რო შემოხედა, აი ლამაზი ხარ, მაგრამ სილამაზე მარტო გარეგნული სილამაზე კი არ არის შვედურად. ეს არის შიგნიდან სილამაზე. შიგნიდან თუ რამე გაწუხებს და ჰარმონიაში არ არის შერწყმული გარედანი და შინაგანი სილამაზე, ის უკვე აღარ არის ისეთი სრულყოფილი სილამაზე. ამიტომ იზრუნა ჩვენზე რომ მუდმივად ჯანმრთელები ვიყოთ და მოგვაწოდა ველნესი. ველნესი თვითონ ჯანსაღ ცხოვრებას ნიშნავს. ჯანსაღი ცხოვრების წესს და გილოცად შემოსული არის საწყობში ვიზაც გინდა ველნესი. და შევთავაზოთ ასევე ვუთხრათ, ეს აი დიდი სიამაყე თქვა, რომ მართლაც კომპანია იმდენაზე უნავს ჩვენზე, რომ უნდა ვიყოთ სრულყოფილად ლამაზები. ნამდვილად გავასწრეთ. შეიძლება თქვა, აი აქეთ მარხება პირზე და მინდა რომ ჩაგეთო. რეალიზებულები რომ ვართ, ყველაზე ბედნიერები ვართ. აი ამას გვაძლევს ჩვენი კომპანია. ვერ მოიწვინა ხო? იმიტომ რომ როცა გიხარია ბიზნეს შემოთავაზება. ანუ თქვენ როგორც ხვდებით, ჩვენ ნელ-ნელა გადავდივართ სხვადასხვა ბლოკები არის ბიზნეს შემოთავაზება. აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია კომპანიაში იყოს წარმატებული. აბსოლუტურად და ყველას შეუძლია იყოს აი ეს ძალიან მომწონს ეს წარმატების კიბე და არ მინდა იქვევით ვარ არ ჩანს გონია თუ ჩანს კი აი აქ ვარ აი აქ და მინდა გადავიდე ზევით კიდე სხვა ფერში იმიტომ რომ აქ ნახეთ თანხებიც როგორ იზრდება ანუ რო ვიძახი ახლა მინდაო მარტო მინდა არ არის საკმარისი თუ არ იმოქმედე თუ არ გააკეთე ეს სურვილი სურვილად დარჩება ამიტომ ყველა ადამიანს შეუძლია ნებისმიერს რომ შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესობისკენ. რა გვაქვს, რას ვთავაზობთ კომპანია? ეს არის მომენტალური მოგება გაყიდვებიდან. მოძულობითი პასტაკლება, ბონუსები, პრემიები და თან რა არის იცით? არავის არ ზღუდავ ჩვენ რამე აი ესეთ პასუხისგებლობას ამარიჯეთ რომ მოდის ადამიანი ყველაფერი უნდა მოუყვეთ, ხო? მას თუ სურვილი აქვს რომ მისთვის გამოიწეროს და მისთვის უნდა ეს პროდუქტი, ის იქნება დარეგისტრირებული კონსულტანტი ჩვენთან, როგორც მომხმარებელი. ხო? თუ უნდა მეტი, აჩვენოს კატალოგი და გაყიდვებიდან რჩება სპიკას როვიდან მოგება. თუ უნდა მოიწვიოს მეგობრები. ანუ ჩვენ როდესაც საუბრობთ, ხო, როდესაც ჩვენ ვუხდით ამ ბიზნეს შესაძლებლობებს, ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი უნდა გავითვალისწინოთ. რომ რა ისა ყველაფერი როცა ჯგუფურად ატარებს VVO-ს ანუ ორიფლემის VVO-ს რო ვიტყვი ეს არის რუსულად ხო მოკლე არის და ამიტომ ვიხმარ VVO-ს იგივე ორიფლემის შესაძლებლობების პრეზენტაცია встреча возможности орифлейм რუსულად რო გადავთარგმნოთ ესე არის დავშიფროთ ჩვენ როდესაც ვატარებთ ამ შეხვედრას ჯგუფში აი გუნდში ხო აბსოლუტურად თანაბრად უნდა მოვუყვეთ ყველა შესაძლებლობა. ანუ არ უნდა ჩავიწყოთ მარტო აი ფოკუსირება არ გავაკეთოთ პროდუქციაზე. არ უნდა გავაკეთოთ თქვათ ბიზნესი კუთხით. და რატომ? იმიტომ რომ დარბაზში შენ ვერ მიხვდები
რომელი არის მისთვის მნიშვნელოვანი, მაგრამ ერთ-ერთზე ინდივიდუალურად როცა ატარებ, ეს იმითი არის კარგი, რომ შენ უკვე თვითონ ადამიანი გიჩვენებს მის რა უნდა, რა არის მისთვის მნიშვნელოვანი. და ამ დროს შეგიძლია რომ აქცენტირება ზუსტად იმაზე გააკეთო, რაც მას უნდა. მაგრამ როცა ჯგუფში ხარ, რომ ეხლა მედალელად საუბრობდით, რომ ადამიანს დავუშვათ აწლი ესა თქვა მოგივიდეს სტუმარი და გავს წითელი ღვინოს და თეთრის, მაგრამ შენ გიყვარს თეთრი ღვინო და გამოუტანე თეთრი და აი უბნები რა კარგია რა ეს და ამ დროს გავს წითელიც, მაგრამ ის შენ რო გიყვარს ის თეთრს აძლევ, ასე არის. შენ გიყვარს პროდუქცია და ძირითადად აი ამ პროდუქციაზე აკეთებ აქცენტს, ну რაღაცაზე. ამიტომ ჯობია რომ აი თანაბრად იყოს ეს გადანაწილებული მიწოდება ინფორმაციის და შესაძლებლობების, რაზეც ვეპატიჟებით ჩვენ ადამიანებს, რომ დარეგისტრირდნენ კომპანიაში. ეს ვიკა რაღაცები ხო, აი ვისთან სად ვატარებთ შეხვედრებს, როგორც გითხარით, ინდივიდუალურად, ჯგუფურად, სახისკანის მოვლის სესიაზე. ვინ ატარებს სახისკანის მოვლის სესიაზე? ძალიან კარგი. ძალიან კარგი. სახისკანის მოვლის სესიაზე, როდესაც მოდის ადამიანი, ხო ეს რეკრუტირებისთვის ძალიან კარგი ინსტრუმენტი არის. და როცა ასწავლე როგორ უნდა გაიწმინდოს სახე, რა ეტაპები უნდა გაიაროს, თან შეგიძლია თქვა, რომ მოდი შენი მეგობრებიც მოიწვიე შემდეგ შეხვედრაზე, იმდენად გაყოფილი უნდა გაუშვა, რომ შენი მეგობრებიც მოიწვიე და მათთან ერთად მოგწადეთ და ეს არის ჩვენ შეხვედრა. ძალიან კარგი ეს საშუალება არის და ონლაინზე მე ონლაინ როგორ ვიწვევთ მე პირადად მინდა თქვა რომ ონლაინით დავიწყე უკვე, მაგრამ ისეთი აქტიური არ ვარ. მე მივესალმები იმ ხალხს, ვინც ონლაინით იწვევს კომპანიაში კონსულტანტებს და რატომ დადგება პერიოდი, როდესაც ონლაინი იქნება ძალიან აქტუალური. ადამიანებს უყვართ კომფორტი სახში ყოფნა. ძალიან ბევრჯერ, ну არ ვიცი, ეხლა ალბათ გამეთანხმებით, რომ შეხვედრებზე არ მოდიან ნაკლებად, მაგრამ როდესაც ონლაინით შეგიძლია გავს ინტერნეტი გაძლევს ამის საშუალებას, რომ დაუკავშირდე და ელაპარაკო, ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამიტომ როზე უნდა ავითვისოთ, ვინც მუშაობ ხო ძალიან კარგია და ვინც არა, ონლაინის ეპოქა დადგება. ონლაინით იქნება ყველაფერი და ჩვენ მომავალი გვაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა არის კომპანიაში განვითარებული, რომლებიც ზუსტად ონლაინით მუშაობენ. ოფლაინი რა თქმა უნდა. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ რა. აი რატომ ვაკეთებ ყველაფერს ამას, ხო? აი რატომ უნდა ჩავუტარო მე თქვათ პრეზენტაცია, რატომ უნდა ვიცოდე, რატომ უნდა ჩავატარო ეს მიზანი რა არის ჩვენი მიზანი. რას მივიღებ ამითი? და თუ გავაკეთე რას მივიღებ და თუ არა რა მექნება? რა თქმა უნდა, ვინც ატარებს, ხო? ის ფინანსურად დამოუკიდებელი. ადამიანი როგორც გამასწრო პიროვნულად იზრდება. სულ სხვანაირია. აი კომპანიაში, აი თქვენ თვითონაც ნახეთ, ვინც ხართ მოსულები და არის წლები ხართ, სულ სხვანაირები ხართ, სულ შეცვლილები ხართ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს გარდა იმისა, რომ გამოვიმუშავებთ ხალხებს, ჩვენ კომპანია გვაძლევს შესაძლებლობას, რომ შევიცვალოთ უკეთესობისკენ. პიროვნულად ვიზრდებით. ჩვენ არა მარტო კომპანია სილამაზეზე, თანხის გამომუშავებაზე მუშაობს, ჩვენს პიროვნულ ზრდაზეც მუშაობს. აბსოლუტურად ყველა პოტენციალის გამომშღავრება შეგიძლიათ თითოეულ თქვენთანაც. აბსოლუტურად. რამდენი ახალი მეგობრები შეგიძლიათ? ცხოვრების სტილის შეცვლა, აღიარება, მოგზაურობა, მომავალი ნამდვილად ჩვენს ხელშია და მე მინდა დაუბრუნდე ასევე ჩვენს კონფერენციებს. კომპანია წარმატებული კონსულტანტებისთვის. ადრე იყო მარტო ოქროს კონფერენცია, ხა 2 წელია დაამატა მენეჯერთა კონფერენცია. ვინ მიდის კონფერენციაზე მენეჯერები, ვინ ხარ დარბაზში და ამ პროგრამით ვინ მიდის ბულგარეთში? დარბაზში ზის ვინმე? ვინ იყო? და ვინ იყო? სას
სიახლოვე დღეები გველოდება, ოქროს კონფერენცია, ნახეთ. წელს ოქროს კონფერენცია ორი ლაინერით იქნება. ჩვენ ვნახავთ სამ ქვეყანას და 4 ქალაქს. დაახლოებით გონი 5000 ადამიანი მიდის ლაინერით. და ბოლოს დაგვირგვინდება ჩვენი შეხვედრა ათენში, სადაც გრანდიოზულად დაწუნებული ვარ 50 წლის იუბილეს ვიზეიმებთ. ნამდვილად მომავალი ჩვენს ხელშია. მე ვისურვებ წარმატებებს. და მინდა კიდევ ერთი რაღაცა გითხრათ, რომ როდესაც კითხულობთ, ანუ შესაძლებლობას თავაზობ შენ ადამიანს რომ მოვიდეს კომპანიაში. მაქსიმალურად იყავით დადებითები, პოზიტიურები და ყველაფერი გაიხსენეთ თქვენ რაც პოზიტივი დაკავშირებთ კომპანიასთან და რასაც სთავაზობთ ადამიანს მთელი გულით და სულით შესთავაზეთ. ის აუცილებლად მიხვდება ამას, რომ შენ ამას გულით და ყველაფერი ის აქცენტები გააკეთეთ იმაზე, რაც მართლა საამაყო არის, რითაც ჩვენ ნამდვილად გვამაყობთ და გისურვებთ წარმატებებს. დიდი მადლობა ნონას. ნონამ ძალიან კარგად გამართა, როგორ უნდა აუხსნათ თქვენ კონსულტანტებს, თქვენ ახალ მოწვეულ ხალხს, რა შესაძლებლობებია ორიფლეიმში. და იმის მერე, როგორც კი დარეგისტრირდებიან, თქვენ უნდა ასწავლოთ, როგორ იმუშაონ, ანუ დაუსახოთ მიზანი, აჩვენოთ სისტემა, როგორ იმუშაონ, ანუ სისტემატიურობა, ხო, თუ სისტემატიურად გააკეთებენ რაღაც მოქმედებას, შედეგს მიიღებენ და ამაზე მე მინდა მოვიწვიო სცენაზე ცისანა გელაშვილი, ვარამაშვილი. მოგესალმებით. პოზიტიურ დღეს გისურვებთ უპირველეს ყოვლისა. ვინც არ ვიცნობთ, გაგეცნობით და ვარ ორი გვარის მატარებელი, ცისანა გელაშვილი, ვარამაშვილი, 1 მეუღლე და 4 შვილი. 10 წელია კომპანიაში ვარ, 10 წლის განმავლობაში მოვახერხე ის, რომ ფაქტურად გულით, სულით, ხორცთ ყველანაირად მიყვარს ეს კომპანია, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ის პროდუქცია, რასაც ჩვენი კომპანია წარმოებს, მიყვარს ის დამოკიდებულება თითოეული კონსულტანტის, ლიდერების მიმართ, რასაც კომპანია გამოხატავს და ის უკან რომ დავუბრუნდი 10 წლის უკან, ერთს ვინატრებდი, რომ 20 წლის უკან გამეცნო ეს კომპანია. ამას ვინატრებდი, რომ ცოტა უფრო დიდი კონტაქტი მქონოდა აი ასეთ არაჩვეულებრივ კომპანიასთან, რომელსაც ქვია კომპანია ორიფლეიმი. კიდევ ერთხელ დაусმევ ხაზს, რატომ მიყვარს ეს კომპანია, იმიტომ რომ ბუნებით ვარ ძალიან თავისუფალი. მიუხედავად იმისა, რომ მიყვარს მორჩილებაც, იმიტომ რომ ქრისტიანული თვისება და მაგის გარეშე არ არსებობს. თუმცა ქვეცნობიერიდან არ მიყვარს, როცა მზღუდავენ. არ მიყვარს, როცა ჩემი გრაფიკი არის აგებული, არა მე სხვა როცა მინიშნავს ამ გრაფიკს. მაგალითად, 9 საათიდან 5 საათამდე რატომ უნდა ვიმუშაო, იმიტომ რომ და ასე შემდეგ, ეს ჩემი ქვეცნობიერი ყოველთვის ამის წინააღმდეგი იყო. და ზუსტად იმიტომ მიყვარს ეს კომპანია, რომ აქ ყველაფერს მე ვარჩევ. ვარჩევ დროს, ვარჩევ ლიდერებს, ვარჩევ კონსულტანტებს, ვისთან ერთადაც მინდა შევქმნა გუნდი. ვარჩევ ლიდერთა იმ საზოგადოებას, რომელსაც პრემიერა მასრულებელი მინდა და მათთან ერთად მინდა რომ ვიყო წარმატებული მათ გვერდზე. და აქ გაქვთ სრული თავისუფლება იმისათვის, რომ ჩვენი ისტორია შევქმნათ ჩვენ. ანუ მე მაქვს ამის სრული არჩევანი, რომ ის როგორი ისტორიაც მინდა შევქმნა მე მომავალში, ის რაც მე მინდა რომ ჩემ შვილებს დაუტოვო, მე ამის სერიოზული შანსი მაქვს აქ. და გილოცავ თქვენს, რომ ზუსტად ის გადაწყვეტილება გაქვთ მიღებული, რომ ამ კომპანიის წევრები ხართ და აი ასეთ არაჩვეულებრივ კომპანიასთან ერთად თანამშრომლობთ. რაც შეეხება თემას, ნონამ ძალიან კარგად აღვიხსნა, რა ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ პირველ საფეხურზე, როცა ჩვენ გვინდა ნებისმიერი ადამიანი მოვიწვიოთ აი ამ არაჩვეულებრივ კომპანიაში. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანია ის, რომ
რაც ძალიან მიყვარს ამ კომპანიასთან ის რაც მე თქვენ უკვე მოგეყევით, გავანდო ეს საიდუმლო ძალიან ბევრ ადამიანს და ჩემ სტრუქტურაში მოვიდა ზუსტად ეს ადამიანები, ვინც თავისუფლად არჩევს დროს, სამუშაო გრაფიკს, იმას თუ რამდენი ლარი უნდა გამოიმუშაოს 21 დღის განმავლობაში და როგორ შეცვალოს თავისი ცხოვრება უკეთესისაკენ. და გარდა ამისა, რომ უყვები მე ამ ადამიანებს ვევეოს, იმისათვის რომ ჩემი შემოსავალი იყოს უფრო მაღალი და წარმატების კიბეზე ზევი და ზევი თვიარო, ამისათვის აუცილებლად უნდა შექმნა ის სისტემა, რომელიც იქნება ისევ და ისევ ამბობ ჩემზე მორგებული. ეს სისტემა არა არის მე ჩონჩხს გაჩვენებთ ხა თქვენ. ხო, პირველ რიგში სანამ სისტემაზე გადავალთ, აუცილებლად ის რაც ნონა მოგიყვა, აუცილებლად უნდა ვაკეთოთ სისტემატიურად, იმისათვის რომ მივიღოთ შედეგი. და ეს კი არაჩვეულებრივი ფრაზა არის. აკეთე დაჟინებით პირველ შედეგამდე, მერე შედეგი გაძლევს შთაგონებას. საწყისი პერიოდი აკეთეთ ერთი და იგივე 21 დღის განმავლობაში. თუ 90 დღე გააკეთებთ ამას, თქვენი ქვეცნობიერი, თქვენგან დამოუკიდებელ, ეს იქნება უკვე თქვენი ჩვევა, რომელსაც თქვენი ქვეცნობიერი ამას ყოველ დღე უკვე ისე გაიმეორებს, რომ თქვენ ჯარევა აღარ იქნება იქ საჭირო. დაიწყეთ 21 დღით და არით 90 დღეზე. ეს არის საუკეთესო შედეგი. როცა ჟინზე ვლაპარაკობ, ყოველთვის მახსენდება ესეთი იგავი დავარქვათ თუ არ ვიცი რა, როცა ერთი ადამიანი განძს ეძებს, იცით ალბათ ხა, როცა ეძებს ადამიანი განძს და ზუსტად იმ დროს ანებებს განძის ძიებას თავს, სადაც ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი. სადაც ყველაზე დიდი ენერგია ალბათ საჭირო, რომ განძს მიუახლოვდე. უმრავლეს წილად ადამიანებს გვემართება ესეთი რამე, რომ თუ ჟინი არ არის ამ შემთხვევაში პიკზე მისული, ჩვენ ამ ძვირფას ქვას ვერ მივახცეთ. ამიტომ აუცილებლად იმისათვის რომ შედეგი მივიღოთ, თავიდან გააკეთეთ 21 დღის განმავლობაში, მაგალითად დაგეგმეთ დღეში 3 ადამიანს მოუყვეთ ეს არაჩვეულებრივი შესაძლებლობები, რაც აქვს კომპანია Oriflame-ს. რაც ყველაზე ძალიან მოგწონთ, რაც ყველაზე ძალიან მოგეწონათ, ხო? იქიდან დაიწყეთ, მაგრამ მოუყევით ეს ყველაფერი. დაჟინებით აკეთეთ 21 დღის განმავლობაში. 22 დღეს ნამდვილად მიხვდებით, რომ თქვენაც ყველაფერი უკვე ძალიან გიყვართ. იმიტომ რომ ხედავთ, რომ თქვენს გარშემო ადამიანების ის რაოდენობა, ვინც უკვე შეცვალა თავისი ცხოვრება უკეთესისკენ და თქვენ ეს ძალიან დიდ ძალას მოგცემთ. შემდეგ გადავიდეთ სისტემაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს სისტემა არის მორგებული ჩვენს ხასიათზე, ჩვენზეა მორგებული. კიდევ ერთხელ გავუსმევ ხას, რომ იმიტომ მიყვარს მე კომპანია Oriflame, რომ მე ვირჩევ ამ ყველაფერს. და სისტემასაც რა თქმა უნდა ვარჩევ და ვირგებ ისე როგორც მე თავს ვიცნობ კომფორტულად. რა არის საერთოდ ხა ეს სისტემა? სისტემა არის ის, რომ რა ვაკეთო, რა უნდა ვაკეთო, იმისათვის, რომ წარმატების კიბეზე ჩემი საფეხურები იზრდებოდეს. ხო? პირველი რეკრუტირება, მომენტალური მოგება. ამას აკეთებს აუცილებლად კონსულტანტი და ამას ვაკეთებ გამიგებით, როგორ შევიძინე პროდუქცია, მოვეწონა, მოვსინჯე, მთელი ჩემი ემოცია, ემპათიურად გადავეცი იმ ადამიანებს, ვინც ჩემს გარშემოა, ჩამოწერილი მაქვს ნაცნობების სია, შეიძლება ახლა აღარც დავწერე, იმიტომ რომ Facebook-ში ყველა ნაცნობი იქ მყავს და მოვნიშნავ დღეში მინიმუმ 3 ადამიანს და მოვუყვები ამ პროდუქციის შესახებ. შემდეგ კიდევ სხვადასხვა მეთოდები, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვართ თქვენ ის პროდუქტები, მოუყევით თქვენს მეგობრებს, დაიწყეთ მეგობრებიდან და მე იმდენად აქტუალებული იქნებით, რომ უცხოებსაც დიდი სიამოვნებით გადასცემთ ამ სიამოვნებას. ამას აკეთებს, როგორც თქვით, და როგორც კი მიიღებთ აი ამ მომენტალურ მოგებაზე, შეგიძლიათ ეს ემოციაც მომენტალურად გადასცეთ
თქვენ გვერდზე მდგომ ადამიანებს. კი, შეიძინეთ ბევრი კლიენტი, ყავთ თქვენს გარშემო უკვე იმდენი კლიენტების რაოდენობა, რომ თავისუფლად აგიხართ 300 ფულაზე, 600 ფულაზე, 1000 ფულაზე, მე ვიცი ახლა აქ არიან ესეთი ოჩარი კონსულტანტები, რომლებიც საკმაოდ დიდი ფული შეკვეთებს ყიდიან, ხო? თუმცა ის მოგება, რაც თქვენ მიიღეთ აი ამ 600 ფულიანი, 300 ფულიანი გაყიდვის შესახებ, მოუყევით უკვე სხვებსაც. უთხარით ფულის აი ამ მომენტალურ მოგებაზე აუცილებლად ელაპარაკეთ ამ ადამიანებს და ისინი აუცილებლად გამოყვებიან და თქვენ ფაქტიურად რეკრუტირებაზე გადადიხართ უკვე და ამას აკეთებს, ამას ქვია უკვე სპონსორი. თქვენ ხართ უკვე სპონსორი, იწყებთ სპონსირებას. როცა უკვე რაც თქვენ მოგეწონათ, ამას უყვებით სხვა ადამიანებს და იწვევთ იქ, სადაც თქვენ ხართ აი ამ მომენტისათვის. მეთანხმებით, ხო? რეკომენდაციებს კი, რეკომენდაციებს აკეთებთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აქ ხაზი გაუსვით იმას, თქვენ ყველაზე მეტად რაც მოგწონთ, რაც გაძლევთ აი ამ ემოციას, რაც შეგიძლიათ გადასცეთ ამ ადამიანებს და ის მოუყევით. აქ დაწერილი ფრაზები არ გვაქვს. რა პროდუქტიც მოგეწონათ, როცა ყველაზე კარგი ფასტაკება რა დროს დაგიჟდათ, აი ზუსტად ის მოუყევით თქვენს მეგობრებს, ახლობლებს. Facebook-ი არაჩვეულებრივი საშუალებაა ხა მაგისთვის. ერთი დადეთ რაღაც ინფორმაცია ერთდროულად რამდენი მეგობარიც გყავთ, ყველა კითხულობს ამას. შემდეგ რას ვაკეთებთ? როცა უკვე სტრუქტურაში ნახეთ, გაჩნდა უკვე სტრუქტურაში გამრავდა უпростоრად ჩემი სტრუქტურა, ხო? მოვიწვიე კონსულტანტები, მათაც ველაპარაკეთ ფულის გამომუშავებაზე და ჩემი სტრუქტურა გამრავდა. აქ კომპანია გვაძლევს უკვე შენ ხარ უკვე მენეჯერი ამ შემთხვევაში. 9%-დან ფაქტიურად 900 ფულიდან ზევით 1800 ფულიდან შენ ხარ უკვე მენეჯერი. აი მენეჯერს გარდა იმისა, რომ მოწონს პროდუქცია, ნახეთ უკვე რამდენი სათქმელი აქვს მენეჯერს. დროც ფაქტიურად ისე უნდა გაანაწილოთ, რომ ის რაც მოგეწონათ, ამაზეც მოყვეთ და დამატებით. თქვენ სტრუქტურაში არიან უკვე ადამიანები, ვისაც უნდათ გახდეთ თვითონაც მენეჯერები, ხო? და დაიწყებთ უკვე, აქ უკვე გრაფიკულად ჩასვით. თუ ყველაზე დიდ დროს, როცა იყავით კონსულტანტი, უთმობდით გაყიდვებს, გადაანაწილეთ ახლა დღის განმავლობაში ეს დრო რეკრუტირებაზე და გადაანაწილეთ ეს დრო თქვენ ლიდერი, ანუ თქვენ კონსულტანტებთან მუშაობაზე, ვისაც უნდათ რომ გახდნენ მენეჯერები, ანუ მომავალი ლიდერები, ხო? ესეც აბსოლუტურად თქვენი შესაქმნელია, რომელ დღის, რომელ ნახევარში დანიშნავთ მათთან შეხვედრას, გაყიდვებზე რა დროს ონლაინით ილაპარაკებთ, ოფლაინით ილაპარაკებთ, მასტერ კლასებს მოაწყობთ, რეკრუტირებას როგორ მოაწყობთ, ესეც თქვენი გადასაწყვეტია, ბანერს დადგავთ, გარეთ პროდუქციას გაიტანთ, ონლაინში დადებთ ბანერს 1000 პროდუქციას და აქედან კატალოგებს გადაუგზავნით თქვენ ახლობლებს თუ ასე შემდეგ. რეკრუტირების მეთოდებში შეგიძლიათ ის ადამიანების ჩართოთ, ვინც უკვე თქვენთან ერთად არიან და მუდურად აკეთოთ ეს ყველაფერი. ესეც ყველაფერი თქვენი ასარჩევია. და რა თქმა უნდა, როცა ჩემ სტრუქტურაში უკვე მენეჯერების რაოდენობაც გაიზარდა, გავხდი დირექტორი, ხო? ფაქტურად მე ვარ უკვე სტრუქტურის მმართველი. ეს ყველაფერი რა თქმა უნდა არ უნდა დამავიწყდეს, ამ ყველაფერს ისე ვაკეთებ და მე რომ გავხდი დირექტორი, სტრუქტურაში უნდა ვიზრუნო, რომ ჩემ სტრუქტურაშიც გახდნენ ანალოგიურად დირექტორები, ხო? და რას ვაკეთებ? აქცენტს ძირითადად აქ უკვე ვაკეთებ რაზე? ეს არის უკვე მაღალი ბონუსები, ეს არის უკვე მაღალი წოდებები და უკვე კონფერენციები. აი ესეც არ უნდა დაგვაუწყდეს აუცილებლად, რომ მე თუ ეს ყველაფერი მივიღე, ჩემ სტრუქტურაში რა დონეზეც ამ საკითხებზე ვისაუბრებ და ვილაპარაკებ, აუცილებლად უნდა იყვნენ ჩემს გვერდზე ისეთი ადამიანები, რომლებიც არიან მე თუ დავინტერესდი, ისინიც დაინტერესდნენ ამ ყველაფერს. და აი ზუსტად ეს არის, რომ მე ვარ ხელმძღვანელი უკვე ლიდერების და ვაკეთებ ფაქტურად ლიდერების აღზრდას. ეს ის შემთხვევაა, როცა ფაქტიურად თუ გახსოვთ ლურჯი შეფერილობით თავდება
დირექტორების საფეხურები და მე იწყება ბრილიანტის გუნდი, ყვითელი საფეხური. აი ზუსტად ეს ის საფეხურია, როცა უკვე ხართ ბრილიანტის დირექტორი და ზევით და ფაქტიურად აქ უკვე მართავთ მთლიან ორგანიზაციას. აქაც ანალოგიურად აქცენტი კეთდება ბონუსებზე, წოდებებზე, კონფერენციებზე, დაჯილდოებებზე და ასე შემდეგ. ერთ რამეზე მინდა ეხლა აი აქ გავამახვილო ყურადღება. დააკვირდით, როცა ვარ კონსულტანტი, ჩემი ხედვა, ანუ ჩემი მიზნების პლანკა, ეგრეთ წოდებული, უფრო დაბალია, ვიდრე მენეჯერის ან ლიდერის, ხო? იმიტომ რომ ლიდერი უკვე ფიქრობს, როგორ მოხდეს კონფერენციაზე. კონსულტანტისთვის თავარი არის ამ მომენტისათვის გააკეთოს მინიმუმ, რაც მე შეყვეთას გააკეთებს, მეტი მოგება ექნება, იმიტომ რომ კონსულტანტი რომ მოდის, პირველ საფეხურს ვაძლევთ იმას, რომ მან გააკეთოს მოგება, ხო, ფულადი მოგება გააკეთოს. თუ თქვენ და მისი, მოდი ახლა ესე ვისაუბროთ, როგორია მიახლოებით მისი პლანკა მიზნების. შეიძლება ამ მომენტისათვის არ ქონდა რაღაც საწყისი თანხა იმისათვის გამოყვებისათვის, რაღაცა უნდა კიდე ოჯახში შეიძინოს, ოღონდ დაბალფასიანი, ხო? ასე შემდეგ. თუ ეს პლანკა არ გავზარდეთ, ჩვენი მიზნების პლანკა, ცოტა გაგვიჭირდება ამ ჩამოსვლა და დავრჩებით მუდმივად აი ამ საფეხურზე. თუ მე დღეს ჩემი ოჯახი მოვამარაგე ყვებით, პირობითად, ხო? მინდა უკვე კარგი ფერადი ტელევიზორი, რომელიც სიტყვაზე 2000 ლარი, 1500 ლარი. ჩემს მიზნებს, ანუ პლანკა ავწიე, ხო, ამ მომენტისათვის აუცილებლად უნდა გავხდეს სპონსორი, რომ ჩემმა ბრუნვამ ზრდა ნახო, ხო, ამ ბრუნვაში. მარტო ეს გაყიდვები არ მეყოფა იმისათვის, რომ ჩემი მიზანი შევისრულო. და თუ ბინის ყიდვა გადავწყვიტე, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გავხდე მენეჯერი, დირექტორი, რომ ჩემი ბონუსი იმხელა იყოს, რომ განსაზღვრულ პერიოდში დავგეგმო, რომ ამ პერიოდისთვის ვყიდულობ ბინას და აი აუცილებლად ეს უნარები უნდა შევიძინო. რასაც ქვია დირექტორობა, რომ მე თვითონ ვისწავლოს და ვასწავლო სტრუქტურაში, როგორ გაიზარდონ ისინი, როგორც დირექტორები, ლიდერები და როგორ გაზარდონ მათაც თავის ქვეშ აი ეს ლიდერები, დირექტორები მომავალი. თავარი აი ამ სისტემის, თავარი ამოსავალი წერტილი, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, არის ის, რომ ჩვენი მიზანი არის. მიზანი, რა მაქვს მე დასახული, ხო მიზანი. აუცილებელია იმისათვის, რომ ჩემი მიზანი შევასრულო, თუნდაც ვარ კონსულტანტი, არ ვიცი როგორ გავყიდო ეს პროდუქცია, ვის ქონიათ ესეთი შემთხვევები, ეპატიჟებით ნაცნობებს, ახლობლებს, მეგობრებს და ეს გაყიდვა ჩემი არ არის, ხელებს ვიკითხავენ. ან რაღაც ამ დაგვარი, ხო? ნამდვილად არავისი არ არის, იმიტომ რომ არაფერი არ იციან. ეხლა ინგლისურად ვერ ვილაპარაკე, იმიტომ რომ არ ვიცი ინგლისური ენა. არ იყო ჩემთვისაც, როცა მოგწეს ეს კატალოგი, მაგრამ როცა ვისწავლე, ვიკითხე რა გავაკეთო ამისათვის, რომ მე ეს მოგება დამრჩეს, ამიხსნეს და მითხრეს ეს. მე თუმცა ჩემი რაღაც პირადული ინოვაციები ჩავთე, რაღაც ეს მომეწონა, მე პროდუქციის სხვანაირი შეთავაზება ვისწავლე, მე ვაჩუქე ვიღაცას თუ სიტყვაზე არ გამოვყვა იმ მომენტში ეს ადამიანი და ასე შემდეგ. ან განვითარება მე მივეცი ამ ყველაფერს. თუმცა საწყისიდან ვისწავლე ეს როგორ გამეკეთებინა. ანალოგიურად როგორ გავხდე მენეჯერი, ვიკითხე, ვისწავლე როგორ უნდა გამხდარიყავი მენეჯერი, როგორ გავხდე დირექტორი, ვისწავლე როგორ უნდა გამხდარი. ამ ყველაფერს წინ უძღვის აუცილებლად სწავლება. შემდეგ აუცილებლად ეს ყველაფერი ვისწავლე და არაფერი გავაკეთე, არ გამოვა. გადავდივარ მოქმედებაზე, ხო? ვისწავლე და მომენტალურად რაც ვისწავლე ვაკეთებ. არ ველოდები გავხდე პროფესორი და მერე დავიწყო კეთება. მომენტალურად რაც ვისწავლე, გავიმეორე და აუცილებლად გადამაქვს ეს მოქმედებაში. და პარალელურად ვასწავლი ჩემს გვერდზე მყოფ ადამიანებს, რომ სტრუქტურაში ისევე როგორც მე შევცვალე უკვე რაღაცები ჩემ ცხოვრებაში, ბევრმა შეცვალეს, რომ ბევრი კმაყოფილი ადამიანი მყავდეს. კარგი, პოზიტიური კმაყოფილების, ხო? და აუცილებლად მჭირდება პერიოდულად ხედვის შეცვლა. ხედვა თუ ჩემი ხედვა არ არის უფრო მაღალი ვიდრე კონსულტანტის, როგორც მენეჯერის, ხო?
ამ შემთხვევაში აი აქ მუშაობა გვიწევს საკუთარ თავთან. თითოეული ფეხის ახალ საფეხურზე გადავდივართ, ანუ მე ვიტყოდი ასე, რომ თუ მე ჯერ აქ მენეჯერი არ ვარ, მენეჯერი ისე ვერ გავხდები. ანუ უნდა ყველა უნარი გავითავისო, შევისწავლო, ამ მენეჯერის თვალით უნდა შევხედო ფაქტიურად ყველა ამ სიტუაციას და როცა მოვერგები მე ჩემი შინაგანი სამყაროთი, მე ვხდები მენეჯერი. და აუცილებლად ურთიერთობები. ურთიერთობები ჩემს გუნდთან, ჩემს თითოეულ კონსულტანტთან, თითოეულ პიროვნებასთან, ვინც ჩემთან არის, ჩემს ზემდგომთან, აი ამ ურთიერთობებს ვაწესრიგებ პარალელურად და ყოველთვის ვარ ყურადღებიანი. აი ფაქტიურად და ამ ყველაფერს ვაკეთებ როგორც ოფლაინით, ასევე ონლაინით. ეს უკვე ჩემზეა აგებული, ისევ ჩემზეა დამოკიდებული, რა დროს დაუთმობ ონლაინს, რა დროს დაუთმობ ოფლაინს, რა დროს დღის რომელ ნაწილში გავაკეთებ სიტყვაზე მასტერკლას, სესიას, როგორ ჩავატარებ სესიებს, მაგალითად მე თვითონ ვესტუმრები ამ ადამიანებს, თუ შევქმნი დღესასწაულს, რაღაც დღესასწაულს მოვაწყობ, ტოპს მოვიტან, თუ ასე შემდეგ არა აქვს მნიშვნელობა ეს ჩემი კრეატივია უკვე, რაც ჩავთავაკ, რაც ყველაზე კარგად გამომივა, რაც ყველაზე ორგანიზებულად გამომივა, ხარისხიანად, ამ ყველაფერს მე თვითონ ვირჩევ და მე თვითონ ვაკეთებ. აი ეს არის ჩვენი სისტემა. ცისანა ეს რაღაცას ვეტყვი რა. აი მე ვიცი, მაგრამ ვიცი რომ ბევრმა ოფლაინის სიტყვის მნიშვნელობა მე მგონი არ ეცის და ახსენე. ოფლაინი ეს არის, ახლა ჩვენ ოფლაინში ვხდებით ერთმანეთს. რეალობაში პირადი ურთიერთობები ეს არის ოფლაინი. ეს ოფლაინი შეგიძლიათ მოვაწყოთ კიდევ ერთხელ ხაზგაუსმოთ თქვენს სერვისულ ცენტრში, თქვენს ოფისში, საოჯახო შეხვედრები შეგიძლიათ მოვაწყოთ. რაც შეეხება ონლაინს, ონლაინით შეგიძლიათ ეს სწავლება შეგიძლიათ. ჩვენ ახლა ფაქტიურად ოფლაინით ვაკეთებთ სწავლებას, ხო? ეს ყველაფერი თქვენ შეგიძლიათ ონლაინში გადაიტანოთ. როგორ? ეხლა გეტყვით. ჩართეთ Skype-ი, დაიმეგობრეთ მეგობრები, რაც ძალიან მოგეწონათ ახლა აი ამ შეხვედრიდან, ხო გაქვთ უკვე ამოწერილი. მომენტალურად მიხვალთ თუ არა სახში კონსულტანტებს, ვინ შემოგეხმიანებიათ, ჩართეთ Skype-ი და სასწრაფოდ მოუყევით. ეს არის უკვე თქვენი ფაქტიურად აი მოქმედება. ხომ გაიგეთ რაღაც ახალი, ეს არის უკვე მოქმედება. ასე შეგიძლიათ ონლაინით ეს მოქმედება განახორციელოთ. ვიღაცა ველოს არ აქვს, ინტერნეტი არ აქვს, Skype-ი, დაურეკეთ ტელეფონით, უთხარით მე ეს ახალი ამბები გავიგე, შენთან მოვდივარ, ამის შესახებ ის ვერ მოდის, ამ პატარა ყავს ან ესე შემდეგ. ამას ქვია უკვე ოფლაინი მიდიხართ ამ ადამიანთან და სასწრაფოდ რაც მოისმინეთ, დღესვე ამას ორგანიზებობას აკეთებთ, უკვე მოქმედებაში მოკავთ და მიდიხართ ამ ადამიანთან და უყვებით აღკვეთავს. ეს არის სისტემა. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმიტომ მიყვარს აქ მუშაობა, რომ ეს უნდა მოვირგო მე და მე არავინ არ მაძალებს აქ, გინდა თუ არა ეს გააკეთებ დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე ამ შვიდ შეიძლება მე ამას მთელი 48 საათი დავუთმო, მაგრამ ეს იყოს ჩემი გადაწყვეტილება და არასდროსი გადაწყვეტილება. ამას არ ვაპროტესტებ, როცა ეს ჩემი გადაწყვეტილება, როცა სხვა მინიშნავს დროს, განსაზღვროს, მე შინაგანი პროტესტი ამაზე მაქვს. და ამიტომ კიდევ ერთხელ გილოცავთ, რომ ზუსტად იმ კომპანიაში ხართ, სადაც თქვენ ირჩევთ ყველაფერს. დროსაც, კონსულტანტებსაც, მენეჯერებსაც, ლიდერებსაც, გარემოსაც და გისურვებთ წარმატებას, იმიტომ რომ თქვენ ხართ ყველაზე წარმატებული, ყველაზე გაბედნიერი და ყველაზე ძლიერი. დიდი მადლობა ცისანას. მე მგონი ძალიან საინტერესო იყო და ძალიან ბევრი სიახლე არის თქვენთვის. ხომ რაღაც ახალი გაიგეთ ხო ერთმა გამოსვლებისგან? აი რა უფრო დაგამახსოვრდა, რა უნდა გააკეთოთ დღეს აქედან რომ გახვავთ? ბევრი რამე, არა, აი ორი რაღაცა თქვით. პრეზენტაცია. რაც ვისწავლეთ ის უკვე ძალიან ორ ნაწილად კონსულტანტები და ლიდერები.
ჭკვიანაძეს გააგრძელოს ჩვენი შეხვედრა. მოგწადით. დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს ესეთი საინტერესო კარგი გამოსვლისთვის და ჩვენ ახლა გადავდივართ დასკვნის ფაზაში. ვფიქრობ უმნიშვნელოვანესი ფაზა არის ეს, რასაც ქვია როლური თამაშები. მე პირადად ძალიან მიყვარს როლური თამაშები და დიდი სიამოვნებით ვიღებ მონაწილეობას, იმიტომ რომ როლური თამაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დღევანდელი აქ მოსმენილი ჩვენი შეხვედრიდან მაქსიმალურად მოხდეს გაანალიზება იმ ინფორმაციის, რაც ჩვენ დღეს აქ მივიღეთ და მაქსიმალურად მოხდეს ამ ინფორმაციის გადატანა. ასე რომ სანამ როლურ თამაშებს ვიტყვი კონკრეტულად ვის რა გვაქვს გასაკეთებელი, ჩემი თხოვნა იქნება თითოეულმა ჩვენ თაგვანმა დავითვალოთ 4-მდე. ანუ პირველი, 2, 3, 4 და დავიმახსოვროთ ყველა ჩვენი რიცხვები. პირველი ვინ არის, მეორე ვინ არის, მესამე ვინ არის და მეოთხე ვინ არის. დავიწყოთ ვალი შენ. მეორე. მამაღლა. თქვენ? პირველი. მესამე. ხათია. მეორე. თქვენ? მეორე. მეოთხე. თქვენ? პირველი. მამაღლა. შევხედოთ ერთმანეთს, დავჯდეთ. დიდი მადლობა. ეხლა ავდგეთ მეორეები, ვინც არიან, შევხედოთ ერთმანეთს და დიდი მადლობა გოგოებო. ეხლა მესამეები, დიდი მადლობა. ეხლა მეოთხე. დიდი მადლობა. ეხლა გავუნაწილდეთ, როგორ იცით? პირველი გუნდი დავჯდეთ აი აქ ერთად, მეორე გუნდი დავჯდეთ აი აქ ერთად, მესამე გუნდი დავჯდეთ მანკუთხეში ერთად და მეოთხე გუნდი ერთად. ამისათვის გვაქვს ზუსტად 2 წუთი, რომ ერთად დავჯდეთ. მეორე